მოგესალმებით, ჩემო კარგებო და ძვირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? დღევანდელი ვლოგი დავიწყოთ ჩემი მეორე თაიგულის მიბარგების კადრებით და თან ცოტა ვიჭორაოთ. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგეხადოთ ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის, პირადშიც, საჯაროდაც. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვიდეოს დასაწყისშივე გთხოვოთ, ვინც უყურებთ ხოლმე ჩემ ვლოგებს, ვისაც მოგწონთ მსგავსი თემატიკა, ძალიან გთხოვთ და ვისაც არ გყავართ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი. მერწმუნეთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს წახალისებისთვის, мотивაციისთვის და ბევრი კიდევ უფრო კარგი ვიდეოებისთვის. დღევანდელი ვლოგი მიეძღვნება ჩემ ჩაბარგებას. მივდივარ რამდენიმე დღით, დაახლოებით 1 კვირით. ბავშვების გარეშე და იმედი მაქვს, რომ წინ ძალიან კარგი დღეები იქნება და ძალიან კარგი ამბები აუცილებლად რასაც შევძლებ და როგორც შევძლებ გადავიღებ. სანამ ჩალაგებას დავიწყებ, საყიდელი მაქვს რაღაც ნივთები, ასევე გამოწერილი მაქვს ამანათები და ჩამოსულია, თუმცა აი ეს მაგიჟებს ხოლმე როცა ძალიან მეჩქარება, მაშინ იწელება საკურიერო მაინც და მაინც. როცა სხვა დროს მესამე დღეს მაწვდიან ყოველთვის. ახლა მოუნდათ, არ ვიცი რამდენი დღე და იმედი მაქვს, რომ ორშაბათს ყველა ვარიანტში მივიღებ. თუ არა და თუ არ ჩამოვა ეს ყველაფერი ორშაბათს, მე გინბოსულა და გინდა რა. რამდენიმე ნივთია, მაგრამ ძალიან საჭირო ამ ეტაპისთვის. ისე რომ ღმერთის ინაბარად ვარ დარჩენილი, იმედია მომივა და მოვასწრებთ. მეგობრს გამოყევით. რუჩზე. ტრიბაჩს. ვებოდეთ. გორორი ქალე. ცები შევარჩიე. და ბავშვებისთვის მესის ფორმა დამაბარა და თამდა ჩემებს ისე უყვართ ფეხბურთი და ფეხბურთელები და იმდენი ფეხბურთელი უყვართ და ფრენენ. ყველა სათითაო დრო უყიდო. კაპრინელია. ეს საჩვენო სივრცეა ვგიჟდები მსგავსი ტიპის მაღაზიებზე ზოგადად ავეჯი, ჭურჭელი, თეთრეული და ზოგადად სახლური ნივთები არის ჩემი სისუსტე და მართლა ძალიან დიდი ტკივილი, იმიტომ რომ სულ რაღაც მინდა, სულ. აქ შემთხვევით ჩემი 13 წლის უნახავ ჯგუფელს გადავაწყდი. სულ შემთხვევით, აი ძალიან გამიხარდა, ვერც აგიხსნით როგორ. მოვაღწიე, პრინციპში მეუღლე ჩაფშმოტკე, ჩემთვის ვერაფერი ვერ ვიყიდე. ჩემთვის პრინციპში ვერაფერი ვიყიდე. ერთი სათვალის გარდა. ზოგადად აი ესეთი შოპინგები ჩემთვის არ არის. სხვისთვის უფრო ვიყიდი, სხვისთვის უფრო ვახერხებ, ჩემთვის ვერა. ძალიან მანობრო რაღაცებზე არ დავიჭირე თადარიგი და რაც მინდოდა. არ გამოვწერე. რაღაცები კი გამოვწერე, მაგრამ ეს მომეწონა ძალიან და ასეთი სტილის სათვალი არ მქონდა და ავითრიე, სხვა ჩემთვის არაფერი მიყიდია. მოდი აბა აქ დამენახე ერთი, დავენახოთ შენ ფორმაში მიდი და დაგვენახე, მედი. და ეს დათამმაკიდინა. მიდი აბა, მანახერანაირია. მე რასაცილოა და მანახედი და ეს კაისარებად დარჩნენ ბავშვები სახლში და მიხედეს ერთმანეთს. არ განძრეულან, არც არავის შეუწუხები ვარ და მძინარეები დავტოვე, გიორგი გავაღვიძე, რომ გავდივარ მეთქი და მიხედე ბავშვს და დათამ როგორც კი გაიღვიძა, მოღოდ უკვე პირველი საათი იყო თუ 2 წუთები. ღნავილით დამირეკა და რომ უთხარი რომ ეს ფორმა გიყიდე მეთქი, всё. გათიშა და აღარ შეუწუხები ვარ საერთოდ, ბედნიერად დამხვდა ძალიან კმაყოფილი. გულებს. დათკა. იხდება დედა. იმას რომელი უყურს კიდე? ბამპე, ხო, აი, მაგას გიყიდი კიდე. რადგან გუშინ ფეხსაცმლის ყიდვა ვერ მოვახერხე. ფეხსაცმელი კი არ მინდა, რაღაცა ისეთი მინდა რა. ძალიან ისეთი ყოველდღიური, ხო, თან გასასვლელი და თან ყოველ რაღაც რამე საფრატუნებელი მოკლედ არ ვიცი, აი უნდა დავინახო და დავიძახოს. და მინდა რაიმე აი ესეთი დიდი, აი როგორც ეს არის. პერანგი. ან ვარდისფერი. ან ცისფერი. დედა, ეს ავიცვა? ან ორივე. ჩვენსკენაც ვერ ვნახე.
ვერც გუშინ ვერ ვნახე, სადაც ვიყავი და დღეს ვნახოთ. იმედია რომ 2-დან 1-ს მაინც ვიყიდით, 2-ვეს ვერა. მოკლედ უცებ-უცებ მოვირბილეთ და კი ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გვჭირდებოდა ძირითადი. 1-2 რაღაც დარჩა და მაგასაც მოვაგვარებთ ჯერ დრო გვაქვს. შესაბამისად, ასე თუ ისე, მაინც კმაყოფილი დაუბრუნდი. პირველ რიგში მიბარგება დავიწყე მე რაღაცა შემომატებული ნივთების და თან დახარისხებაც, ზოგის დაკეცვა, ზოგის გავლება და ასე შემდეგ. ისე რომ საქმე გვაქვს. საქმე არ გველევა. ამასობაში ვიწყებ ახლა. ვინი ნაყიდი ნივთების რეცხვას დავიწყებ, რეცხვას რა ანუ გავლებას. და მიწყდარებას და მილაგებას. ბუთქუჩათ რო ვიარო. აქ ჩვენი ბრუნმანლები. მოკლედ ვავლებთ და ვკეცავთ. არ ვიცი რამდენჯერ მოუწევს არც მანქანას დღეს ბზრიალი, მაგრამ ისეთი მზია 15 წუთში მზად იქნება ყველაფერი და მშრალად. ხელსახოცები რომელიც დაიწყეს. აი, უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემი ყოფა-ცხოვრება. ავსნათ ვარ. უნდა შევიღებოთ. დავიწყოთ. წესით კარგი უნდა იყოს. მივახსენი. ვერ მივაგენი, აჰა, მივაგენი. Fratelli. წავლების მარაგიც რაღაცა პატარა უმეცნო. ღმერთმა არაფერში დაგვაჭიროს, მაგრამ ნუ რა ვიცი არც არაფერი არასდროს დამჭირვებია, მაგრამ ყველაფერი უნდა მქონდეს. რა? ერთი წამი. ერთი წამი. აი, ისია. რა, გამოვიდანე. რა თუ ვიდეო გამიგე? აუ რა კაია. აი, ნახო, რა კაპო. ხალ ეს უზმოზე უნდა დავალებინო. მექს კაცვას მე ბუბუს. და ერთი თვე ყოფნის ხოლმე, მაქსიმუმ ერთი თვე ყოფნის, მეტი არა. ზაფხულში თვე ნახევარი და ისე მე როგორ სამი თვეც ყოფნის ხოლმე. შემოდგომიდან. უკვე აი სადღაც სექტემბრის შუაში დავალებინებ კიდე. აი ხა ხო მივცემ? აგვისტოს 1 აგვისტოა დღეს. ახლა ხო მივცემ ხვალ. მე როგორ სექტემბრის შუაში დავალებინებ. და ალბათ ნოემბრის ბოლოს, აი დეკემბერში
მე გაზაფხულზე და აი გაზაფხულიდან უფრო ხშირად სჭირდება თვენახევარ ორ თვეში. თქვენ როგორ ასმევთ ისე? ვიცი რომ ყავთ რამდენიმე გამომწეს ფუგები. მოვაშორე ახლა. ანი მე ძალიან მარტივად აბა მეიმაიკო. ახლა ვწვათ მივირთმე და მე ყავაზე გავჭორავდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. ბოლო დღეების. რომელიც რაღაცნაირად ძალიან გულში მაქვს და ფიქრში მაქვს. ეს ცარიელი ვიზუალია და კაპიკად არ ვარგა. კაპიკად. ერთი და მეორე მოვაკელი და ღვაზრზე ხართ ახლა ზუგებრივი ყოფილიყო რა თქმა უნდა მოვიდი გუშინვე. როგორ იცით ვერადად უზავდი. ბოლო დღეების თემა 12 წლის ბიჭის დაკარგვის ამბავზე. სხვათა შორის მე ეს ამბავი საერთოდ არ მახსოვს. მგონია რომ ასეთი იქნება ძალიან ბევრი. ჩემნაირი რომლებიც ამბავი არ იცოდნენ ან არ მახსოვდა არ ვიცი. უბრალოდ ასეთი რამეები ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო და მაქვს იმართლა რომ გითხრათ გულწრფელად. აუცილებლად შედეგი დაიდება, აი ამდენი ხნის მერე ასეთი ამბავი რომ მოყვა და ასე ერთხმად ყველა ფეხზე დადგა. ან ძალიან მიხარია რომ საზოგადოების ნდობით რომ სარგებლობს თან ძალიან დიდი ნდობით რომ სარგებლობს ესეთი ადვოკატის ხელშია ეს საქმე და იმედი მაქვს რომ ბოლოს და ბოლოს ეს ქალბატონი რომელიც ძალიან დაიტანჯა წარმოუდგენელია სიტყვები ვერ გადმოსცემს უბრალოდ როგორ შეიძლება დედა დატანჯოს გაუგებრობა გაურკვევლობა ყველაზე საშინელება არის გაუგებრობა და გაურკვევლობა როცა არ იცი ზოგადად რა მოხდა არ იცი სად ეძებო და როდესაც ადამიანები რა ნამუსით უნდა დაიძინო ადამიანმა როცა იცი რომ ადამიანი შეყავს შეცდომაში ან სიჩუმით ან ტყუილით თქვენ წილ ჯოჯოხეთს გადიხარ გონებაში ვატრიალებ რა შეიძლება და მომხდარიყო მე სრულიად უცნობი ადამიანი და ის ადამიანები ვინც ამ ბავშვთან ერთად იყვნენ და თქვენ თვალსაჩინარიდან გაქრა ეს და თქვენ დაკარგეთ თქვენ დაგიკარგათ ეს ბავშვი ხო წარმოუდგენელია რომ ხო ზუსტად თქვენი წილი ჯოჯოხეთი არ გაგევლოთ შინაგანად მაინც რომ ეს სად არის და რა მოხდა თქვენ თავს ხო მაინც უსვამთ კითხვას არ არსებულია რომ ეს არ იყოს რა გიღირთ სამაგისოთ რომ არ ეუბნებით ადამიანს თუმცა ნახეთ შეიძლება იმ 13-დან ყველა არ იცის რა მოხდა მართლა არ იცის ყველა ეგეც დასაშვებია მე მსგავსი ტიპის ექსკურსიაზე თუ ლაშქრობაში ყოფილ ვარ სადაც აი ეგეთია ასასვლელი და ჩამოსასვლელი იყო და მე გეტყვით რომ კი ყველაზე ბოლოს მივდიოდი შევისვენე და გავჩერდი, დავჯექი. და აი ვინც წინ მიდიოდა, წარმოდგენა არ ქონდათ მე იქ დავჯექი, ქვემოთ ჩაუბრუნდით, ან ოჯახის წევრები ვიყავით, ხუთნიანო ახლობლები ძალიან. არავინ იცოდა მე რა ვქენი. და საბოლოოდ ისინი რომ აღარ ფოტოები გადაიღეს და დაბრუნებას მაპირებდნენ და ჩამოდიოდნენ, მე მაშინ ავედი მაღლა. მოგვიანებით ავედი მაღლა. ნუ ეს იყო დღისით და მზისით და მე ისინი ვცდილობდი რომ მე თვითონ არ დამეკარგა თვალითან მეკონტროლებინა სად იყვნენ. ისინი დამეჯერეთ უკან არ ეყურებოდნენ. არ გამოუხედია. ჯერ 3 ჩამორჩით, მე ბოლოს 2 ჩამორჩით და მე ვთქვი რომ მეთქი არ ვიცი, ძალიან არ ვიცი, მე შინია და ვერ ხვდები ამ სიმაღლეზე ამოვალ თუ არა და დავჯექი. და ჩემ მეუღლესაც კი ეგონა რომ მე იქ ვიჯექი ისევ, ან უკან ჩავტრიალდი. არ ეგონა თუ ავიდოდი მე რომ ისინი ვერ დამენახა და არ დამეძახა, ვერ მიხვდებოდნენ სად წავედი. ამას ვამბობ კიდევ ერთხელ დღისით და მზისით. რომ წარმოვიდგინოთ შუაღამე და თუ უკან მოდიოდა, ეხლა წინ რომ მივდივარ და 2 მეტრით რომ ვიღაც მომყვებოდეს, ეხლა 13 კაცი უკან. ნამდვილად ეხლა წინ ვინც მიდიოდა, ვერ დაინახავდა რა მოხდა, მაგრამ აი ვინც უკან მოყვებოდა, ან ვისაც უკან მოყვებოდა, შეუძლებელია რომ ვერ მივხვდარიყო რამეს. შეიძლება მართლა ვერც კი დაეყვირა, თუ ჩაუცდა ფეხი და ჩავარდა, ვერც დაეყვირა შეიძლება. ნუ ჩამოვიდნენ და სადღაცა მოიხედეს და აღარ არის. ბიჭო, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მე ერთადერთი კითხვა მაქვს და მე კი არა 1000-დან და 10000 კაციდან 10000-ს ერთი და იგივე კითხვა უჩნდება. რატო არ შეძალით ცა და მიწა? აი ამ კაცის 2 გოგოდან ერთ-ერთი რომ არ მოსულიყო. მაინც წამოვიდოდა, ხო 1%-იც არ არსებობს იმისა, რომ წამოსულიყო. ყოველთვის ადამიანები ცუდ სცენარს წარმოვიდგენთ ხოლმე მსგავს სიტუაციაში. ყოველთვის ცუდზე ფიქრობ. არასოდეს მე მაგას ვერ ვიტყვი არასდროს, რომ იბი ჩემი შვილი სახლში მივიდოდა და პულტით იჯდება ხო ტელევიზორთან დივანზე. ხო შევყარი ქვეყანას 1%-იც კი, ანუ 1%-იც კი რო არსებობდა იმისა, რომ ბავშვი ტყეში გრჩებოდა. რა თბილისში უნდა ვიყო დილის 8 საათზეო და რა ტანსაცმლის გამოწვევ ხალხო ნორმალურები თუ ხართ. რა თქმა უნდა თავიანთ იქმედებით რომ არ შეყარეს, არ შეძრეს სადა მიწა, არ გამოიძახეს პატრული. ყოველ შემთხვევაში ეს ბავშვი თუ ცოცხალია ან შეგნებულად წავიდა
ნებისმიერ მავიღოთ საკუთარ თავზე, მე თუ გადავწყვეტ რომ გავქრე, ისე გავქრები რომ კაც შვილი ვერ გაიგებს რა მომენტში გაგიძვერი ხელიდან. თუ სადმე დარჩა, ჩამორჩა ან რაღაცა მსგავსი, იქ უამრავი ხალხი იყო და ვიღაცას ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანის ნომერი მაინც როგორ არ ექნებოდა, თუნდაც იმ მამიდის ნომერი მაინც როგორ არ ემახსოვრებოდა, ან ვიღაცის რომ დაერეკა, რომ იცი რა არ წავიდნენ, ახლა თუ კი შეიძლება იქ ვიღაცის ნომრების ზეპირად არ იცოდა, რადგან ტელეფონიც არ ქონდა, მაგრამ საკუთარი მამიდის ან ერთ-ერთი მეგობრის ნომერი მაინც როგორ არ ახსოვდა ზეპირად, კაი მამიდის ნომერი მაინც როგორ არ ეხსოვებოდა ზეპირად. აი რაღაცას მიაწვდნენ და ხო ხმა ტელეფონის ხვებს ხო ექნებოდათ, იქ უამრავი ხალხი იყო კიდევ. თუ ჩამორჩა, თუ აიბლანდა, თუ ცოტა სხვა გზით წავიდა, თუ გამოვიდა და ესენი იქ აღარ დახვდნენ და აირია. წარმოუდგენელია რომ არ დაკავშირებოდა, ეს ხო არ არსებობს. აქ არის ორი ვარიანტი, ერთი ძალიან პატარა პროცენტს, მაგრამ მაინც უშვებ, რადგან სხვადასხვა ტიპის კომენტარები იწერება, რომ იქ ნახეს, აქ ნახეს, რაღაცა მონასტერშია, იქ არის, აქ არის. მაგასაც ალბათ ძალიან დიდი მიზეზი სჭირდება ადამიანმა ეგ გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ნაკლებად სარწმუნო, მაგრამ ნუ არ ვიცი. სპეციალურად გააკეთა თუ არა და იქ რო სადმე გზა აებნა და რაღაცა, მეგით რამე არ არსებობს. ვუსურვებ ამ ადამიანს რომ თავის შვილს მიაგნოს. ან ისე, ან ასე რომ შვება რომ იგზნოს, სულით და გულით ვუსურვებ და ამ ამბავს როგორ ველოდებით, თქვენ არ იცით მე როგორ ველოდები ამ ამბის განვითარებას და ყოველ დღეს ვკროლავ, ყოველ დღე შევდივარ ყველასთან, ვისგანაც შეიძლება რაიმე სიახლე იყოს. და საბოლოოდ ვიტყვი იმას, რომ მე უფრო იმ ვერსიისკენ ვიხრები, რომ ეს ყველაფერი იყო გაუფრთხილებლობა, უყურადღებობა და შემდეგ უკვე დანაშაული. აი ეს თავიანთი გაუფრთხილებლობა და უყურადღებობა ვითომ გაправეს იმით, რომ ბავშვი გაიპარა თვითონ წავიდა, თავის დროზე არ მაიკითხეს, ჩამოვიდნენ ქვემოთ, უკვე ცოტა ისე რომ სამშვიდობოს მიიხედეს, მოიხედეს, ეს არ დახვდათ იქ. ზემოთ იმ შუაღამის აღარ ავიდნენ ან ვერ ავიდნენ, შეიძლება არც ჩათვალეს, რომ ცოტა ხანი შეიძლება ჩათვალეს კიდეც, რომ სადმე ჩამოვიდა მართლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის გაუფრთხილებლობა, უყურადღებობა და გადაზრდილი დანაშაულში. მე უფრო ეს მგონია, თუმცა იქ რო ჩხუბი და გაწევ-გამოწევა და რაღაცა ვინმე მოკლა, ძალიან ნაკლებად მგონია სიმართლე რომ გითხრათ. რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ცადა მიწა უნდა შეგეძრათ. და თუ მეწყერი იყო თუ არ იყო, ეგ კიდე ცალკე თემა. ახლა გაახსენდა და ახლა გამოჩნდა მაშინდელი რწმუნებული თუ არ ვწდები. კაცი რომელიც სამტკიცებს რომ ის მეწყერი არ იყოო. კი იყო რაღაცა ჩამოვიდაო, მაგრამ ისეთიც არაო, რომ ადამიანი ჩაეყოლებინაო და მოექცია ქვეშ. აი მიდი და გაიგე ახლა. შინაგანად მიჯერა რომ პასუხები მალე გვეცოდინება ყველას. პირველ რიგში დედას. ვაიმე, როგორი ჯაღარო. ამ კოვზე 40 ლარი დევს. ეგ აბა გავაბა დიდი. არაფერი არ მოაგდო. ძნელი იყო? არ იყო ძნელი. ჩემო ლამაზო. ხო? მიერი კოვიდა. აი გავუძღონათ. განსაკუთრებით ერთი აბანათი მაინტერესებს. საერთოდ რა არის და როგორი არ არის გამორიცხული რომ მაინც არაფერს გამომადგეს, მაგრამ თუ კარგია და გავარტყი და ისეთი არის როგორიც მგონია, ძალიან გამიხარდება რაღა დაგიმალოთ. The sun is shining bright like a colorful aurora. It paints the world in hues of orange and white and more. ეს არაფერი შეიძლება. ახლა გვაქვს. ესენი არ მახსოვს, ეს ვიცი რაც არის. ესენი არ მახსოვს მართლა. უი, გუშინ მახსენებდი. მიდიდო? პატაცინა მინი აფთიაქი სტვის. ესე იგი 22 წლის წინ რომ გადავწყვიტე რომ საშინლად მომწონს ცხვირის პირსინგი. მაშინ სიმართლე გითხრა პირსინგი რო ერქვა ვიცოდი.
აი იქიდან მომწონს და ძალიან თუ აქეთ. მე ძალიან საყვარელია მინდა გითხრათ. მოდი ორივე ერთში ჩავდოთ და ეს მეორენაირიც მოვსინჯოთ. მინდა გითხრათ. გადასარევად ვიხმარ. აქეთ ვცადოთ მეცა. აქეთ ვცადო. და რატომ არ გავიხვრით და მეტყვით? არ ვარ დარწმუნებული რომ მოვიხდენ და მომიხდება და მაგიტო. მიდი რა, მიდი კაი ვიყავი ახლა. თავისი ტოპი. ტოპი კაი ზომაა. მაგრამ ტოპები არც ისე გვიჭირს. თავარი რაც არის, უნდა იყოს ზომა. ვაიმე და არის. რა კარგია. ძალიან კაი, დიდია, ერთი ზომით პატარაც რო გამომეწერა იდეალური იქნებოდა. და ეს მოსაცმელია მთავარი, ახლა მთავარი ასე ფართედ და კარგად დამადგეს. კაი, აია ბავშვებო. გამოგვადგება. აი ესეთია რა. აი ეს იყო რაც მინდოდა. იგივე პატარა unboxing-იც გავაკეთოთ პროდუქტების. ნაყინი, ბარკალი, ტროფონჩიკები, აი მეორე ცალი რა თუ ვანილი, იოგურტი, შაქარი, La Familia's გილის ხოთისაა. ერთი შეფუთვა კონტეინერში ჩავყარე, ესე ჯობია ბევრად. ესე იწერენ გიორგი მამამიტანა ძალიან მიყვარს და არის 7 საათი. ბავშვები მიაბარგა მამამისმა. ნუ ერთი დღით, ორი ღამით უბრალოდ დღეს და ხვალღამე და მე გვანცა ჩამოვა. გვანცას თავის ტკივილები იქდებიან. ვაიცა. ბაშენიცი. შაქარიც ჩავყაროთ ჭურჭელში. The sun is shining bright like a colorful aurora. It paints. მას მაიკო დაამურთავს. და Всё. სადვართ. აი ერთი უკაცრებად გინაცვალი რა, ეს ჩემი მარჯვენა ხელიც უნდა ჩავდო. არ ვიცი რამდენად გამოვიყენებ, მაგრამ უნდა ჩავდო. წავედი ბავშვო. უკვე 2 საათია და 6 საათზე ფეხზე უნდა ვიყო.